ქართულ პოლიტიკაში მუმიებისა და ჯოჯოების სიმრავლის შესახებ საზოგადოებას ქვეყნის პრეზიდენტი თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებს. მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კი გაერკვა, რომ ამ არსებებთან ერთად ქვეყნის პირველ პირთან დაპირისპირებას მღრღნელები და მგრეველებიც ცდილობენ. ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა მუმიებისა და მღრღნელების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა მარნეულში სტუმრობისას პოლიტიკური ოპონენტები დასანგრევი ობიექტებისა და დასაჭერი ხალხის სიის ავტორებად მოიხსენია და მღრღნელებს შეადარა. მინდა უთხრა მათ, ვისაც აქ ძელისია დასანგრევი ობიექტების, დასაჭერი ხალხის, მათ შორის ჩვენი პედაგოგების, გუშინ უკვე დაემუქრნენ ჩვენ პოლიციას და ჩვენ თავდაცვის სამინისტროს და თქვენს დაგჭითო ნურას უკაცრავად. იმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთან მგრეველებს და თქვენისთან მღრღნელებს გადმოვაბაროთ. რადგან ქვეყნის პირველ პირს არ დაუკონკრეტებია, რის დაღრღნას ცდილობს ოპოზიცია, ქართული ოცნების წევრი დავით ზურაბიშვილი აქცენტს პრეზიდენტის განცხადების სხვა ნაწილზე აკეთებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტს სამომავლო რეპრესიებთან დაკავშირებით ცილს წამებს. როდესაც კეთდება მოწოდება პედაგოგების მიმართაც, პოლიციელების მიმართაც და ნებისმიერ საჯარო მოხელეების მიმართ, ჩვენ პირველ რიგში ვამბობთ იმას, რომ მათ უნდა შეასრულონ კანონი. ერთმანეთს კანონს უნდა ექვემდებარებოდნენ, სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდნენ და არ უნდა ემსახურებოდნენ პოლიტიკურ დაკვეთას. არც ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, არც ოპოზიციის და საერთოდ არავის. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მსგავსი რიტორიკა თანამედროვე მეთოდურად გამართლებული საშუალება არ არის. თანამედროვე მენეჯმენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში ნეგატიურ კომუნიკაციას ყოველთვის ძალიან დაბალ დონეზე აფასებენ. ანუ მიუღებლად ითვლება ის კი არა ევროპული ენები, საერთოდ მაგალითად ცუდად ყოფნას, ცუდს ასე ვთქვათ, უარყოფენ ხოლმე, ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ ვთქვათ, თუ არ არის ადამიანი კარგად, თქვენ რომ არ ვარ კარგად, მაგრამ ცუდად ვარ არ ითქმება. საზოგადოების ნაწილისთვის პოლიტიკური არაკორექტულობა მიუღებელია. მართველი გუნდის ერთ-ერთი მხარდამჭერი კი ხალხს საკუთარ ფორმულას სთავაზობს. განსხვავებული აზრი რასაკვირველია ექნებათ ერთმანეთისე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გალანძღონ. ყველანაირად მიუღებელია, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. მე მთლიანად ხარს უჭერ ნაციონალურ მოძრაობას. ხანდისხან არის ამბიციები, ან ემოციები უფრო მეტად რაღაცა და რაღაც წამოხსდება, შეიძლება რაღაცა, მაგრამ შეიძლება ან უნდა გავატაროთ ერთი ყურიდან მეორე ყურში. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, რამდენად ღირს მსგავსი გამოთქმებისთვის ყურადღების მიქცევა ამას საარჩევნო ყუთთან თავად გადაწყვეტს.